წარმოგიდგენთ ჩვენს შემდგომ სტუმარს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე შემოგვიერთდა. ნიკოლოზ მოგესალმებით. ვიზიარებთ მწუხარებას და მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ნიკოლოზ, თქვენ გქონდათ ურთიერთობა უწმინდესთან ბოლო პერიოდის განმავლობაშიც, მათ შორის ინტერვიუ გაქვთ არაჩვეულებრივი ჩაწერილი 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, რაც კარგად დაამახსოვრდა საზოგადოებას, იმიტომ რომ უწმინდესმა ბევრი ისეთი რამ მოყვა, რაც მანამდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის. დიდ ეროვნულ საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეს ემშვიდობება ქართველი ერი, ძალიან დიდია ჩვენი ტკივილი და პატრიარქი ვიცით, რომ ყველას ნუგეში და იმედი იყო, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს უჭირდა, აი ტრაგედიის დროს, ტკივილის დროს და ვიცი რომ თქვენთვისაც ასეთი იყო და აი თქვენი პატრიარქი დამოკიდებულება პატრიარქთან და რა ვიცი აი დღეს ამ განწყობაზე რაც ახლა არის ძნელია რა თქმა უნდა საუბარი ყველა ტკივილში ვარ და ეს მწუხარება გვაერთიანებს მაგრამ აი უფრო ისეთი რაღაცები მინდა გთხოვთ რომ გაიხსენოთ რაც ისე მძაფრად შემორჩა თქვენს მეხსიერებას პატრიარქთან დაკავშირებით პირველ რიგში ის თვალსაჩინო ალბათ და მისი აზროვნების რაღაცა გეოგრაფია, რომელიც იმდენად დიდია, რომ წარმოუდგენელია ნებისმიერ დროში ამაზე საუბარი მოასწრო. ეხლა გსწორედ გუშინ შემხდა თამაშ ხინკელის ჩანაწერი, როგორ დაიბარა ჩუმად, როგორც კი მან დაიწყო პატრიარქმა თავისი მოღვაწეობა, დილითო სადარბაზოს და მღვდელი მოვიდაო და ისე გამიკვირდა, იმიტომ რომ მაშინ მღვდლობის ნახვა იშვიათობა იყო და როგორ მითხრა რომ უნდა დავიწყოთ თარგმანებიო და ვახუშტი კოტეტიშვილი დაწყებული ბაჩანა ბრეგაძით დამთავრებული როგორ შეკრიბა ეს ხალხი და დაიწყო ეს დიდი საქმე. არ ვიცი დამთავრებული კინოთი თუ თეატრით თუ მისი დამოკიდებულებით, ჯერ ესეთი მგონია რომ ეს ყველაფერი განსაზღვრული იყო იმით რომ ამ დიდ მასშტაბთან, დიდ აზროვნებასთან ერთად ის იყო შემოქმედი ადამიანი იყო. ეს არ იყო სასულიერო პირი, რომელიც უბრალოდ აი არაჩვეულებრივ მუსიკასაც რაღაცა გადასარევი ხარისხით და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული თამაშით აკეთებდა. ის არაჩვეულებრივი ხატები, რომელიც მან შექმნა და დაწერა, ეს არ იყო აი რაღაცა იმიტომ აღსანიშნი, რომ ეს იყო პატრიარქის გაკეთებული. პატრიარქის ინტერვიუს უსმენთ დღეს ახლა ყველა არხზე პატრიარქთან დაკავშირებული გადაცემებია და აი ამ თავის მხატვრობაზე საუბრობს უწმინდესი და ესეთი რამ ბრძანა, რომ მე არ ვარ მხატვარიო, მე ხატვის დროს ვისვენებო, ანუ თავის თავს ისე ეტყობა თავმდაბლობით და თორემ მართლაც თქვენ რასაც ამბობთ ნიკოლოზ ნამდვილად ასე არის. კი, ეს ფრესკები ვისაც უნახავს ამაში მე ცოდნა, აი ღრმა ცოდნა იმ საქმის რასაც აკეთებდა, ხო? აი ხუროთ მოძღვრებით დაწყებული ფოლკლორით დამთავრებული. აი ის როცა საუბრობდა თეატრზე, მე ზუსტად გრძნობდი რომ მან თეატრი არაჩვეულებრივად იცოდა. მე არ დამავიწყდება არასოდეს როცა გაიგო რომ მე ისტორიულ ჰერეთში ჩვენ რო საინგილოს ვეძახით ხანდახან ხშირად მიწევდა სიარული და ერთხელ მეოთხე თოჯინები უნდა წავიყოთ, რომ იქ თოჯინების თეატრი გვინდა გაკეთდეს თქო და მე მაქვს ჩემი თოჯინებიო და აი ესე მთელი კოლექცია თავისი არაჩვეულებრივი თოჯინების გაგვატანა. ჩვენ და ძალიან დიდი ხანი გვჭირდებოდა მტკიცება საზღვარზე მე მამა ჩემს და კახა მიქიაშვილს რომ აი რატო მიქონდა ამდენი თოჯინა, რატო გადაგქონდა საზღვარზე. და რომ გაიგეს იქ ჰერეთში რომ ეს უწმინდესმა გაუგზავნა. და თეატრის მნიშვნელობაზე რომ აი იქ სწორედ ქართული თეატრის სახელმწიფო ქართული თეატრის ფუნქციონირებას რა ადგილი ჰქონდა. როგორ განიცდიან ფერეიდნელი ქართველები, როგორ განიცდიან თურქეთში მცხოვრები ქართველები. ანუ ეს ყველასთვის რაღაცა დანაკლისი კი არ არის და უბრალოდ დიდი ადამიანი კი არ წავიდა. რაღაც აი დიდი მნიშვნელობის ეპოქა დამთავრდა და აი ეს რიგი ჩუმი, აი სიმშვიდის რიგს დავარქმევდი, რომელიც გარინტული რიგი მიუყვება ეს ხალხი, აი სულ მახსენდება რომ ეს გზა ღვთისმშობ ტაძრამდე მიმიყვანს და აი ხალხი ადგას გზას, რომელიც ტაძრამდე მიდის და იმ ტაძარში ელოდებათ მათი ყველაზე დიდი სიმშვიდის ნუგეში, რომელიც ყველას საკუთრივ აგზნობინებდა, რომ
ის მისთვის ძვირფასი იყო. აი ყველა ადამიანს ჰქონდა განცდა, რომ პატრიარქისთვის ჩვენ განსაკუთრებულად ძვირფასები ვიყავით, განურჩევლად სტატუსისა, ფენისა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის ეს არის ძალიან სევდიანი და თან ძალიან მნიშვნელოვანი მანიფესტი, რაც ხდება. პატრიარქის 8 წლის დადასტურება და გამარჯვება მისი მოღვაწეობის ალბათ. ზუსტად, აი ეს ადამიანები, რომლებიც გაუთავებელი რიგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამაც მე უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა, მე არ მეგონა თუ იმ რიგში ამდენი ახალგაზრდა იქნებოდა. აი ეს არ იყო მარტო რაღაცა შუა და უფროსი თაობის მრევლი, აი ახალგაზრდა, ყველანაირი პოლიტიკური თუ სოციალური თუ ყველანაირი შეხედულების ადამიანი გაერთიანდა და ყველა თავის ადგილას გამოხატავს და ამ კუთხით მგონია რომ პატრიარქის ჩვენ გვაქვს უწყვეტი კადრები ყოველწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან და მაყურებელი თან ადევნებს თვალყურს აი ამ უწყვეტ ნაკადს რომელიც მიემართება სამებისკენ რათა გამოემშვიდობოს ჩვენ სულიერ მამას. ნიკოლოზ, პირადი ისტორიაც რაც თქვა პატრიარქთან გაკავშირებს ისეთი იცი რა, აი ყველაზე მძიმე ალბათ იყო აი ხა თუ მოусმენთ ვისაც შეხება ქონია ყველა იხსენებს მაშინ როცა ყველაზე მეტად უჭირდა რა დროს გაჩნდა პატრიარქი ხსნელად და ნუგეშად და რამდენიმე თვალებში ხო არ იყურებოდა ესეთ იტყოდა ორ სიტყვას ბოლოს განსაკუთრებით და შენ თითქოს გასავლელი გზა გამოგიჩნდებოდა როცა მე ყველაზე მეტად გამიჭირდა და ყველაზე რთული დრო დადგა ჩემ ცხოვრებაში ჯერ წერილი მოგწერა და მე დაგვირეკეს საპატრიარქოდან რომ გელოდებათო და მე და ჩემი მეუღლე წავედით ეს იყო მეგონი პირველი გასვლა ჩვენი სახლიდან მივედით და იმდენად რთული იყო მისთვის ჩვენთან შეხვედრა რომ რაღაცა წამებში ვიგრძენით რომ ჩვენ იქით რაღაცა ზიანს ვაყენებთ იმს გაუჭირდა თვითონ გამოვედით იმ წუთში და მე მეუფეშიო ვესაუბრა და რაღაცა უკვე მივხვდით რომ ძალიან ძნელი იყო მისთვის ჩვენთვის ამაზე საუბარი და რაღაცა აღარ შევაწუხეთ მაგრამ სულ აი როცა ესე გიჭირს ადამიანს ვცდილობ ისეთ ადამიანებთან კონდეს ურთიერთობა ვინც ეს გზა გაიარა ჩემ შემთხვევაში ის რაც მე დამემართა ხო და ვინც ფეხზე დადგა და ყველა აი ტარიელ ხარხელაური დაწყებული მარიკა კვალიაშვილი დამთავრებული ყველა ამბობდა რომ აი მე უწოდნით ესე მითხრა და აი ამის მერე და მე უკვე ის რაღაცა სწავლება შენს თითქოს რაღაცა ორმაგ პასუხისგებლობით აგრძელებ და ამასობაში დრო გადის რომ შენ რაღაცა საქმე გასაკეთებელი რაღაცა ორი კაცის სიკეთე გასაკეთებელი შენი შვილის და შენის რაღაცა უნდა მოეხმარო შენ თავს რომ რაღაცა ბოროტება არ მოგერიოს ამ დროს და ამ ყველაფერში აი უწმინდესის ქადაგებები ეპისტოლეები აი ეს ყველაფერი მე ძალიან მეხმარებოდა თუმცა ეს მე არ მიყვარს როცა ესეთ რაღაცაზე ხმამაღლა ეს იმდენად ინტიმურია რომ შენთვის უნდა აკეთო და ჩუმად უნდა იყო და აი ამ კუთხით ნუგეშად არ ვიცი აი დიდი მასშტაბით დიდი სიკეთით რაც ამ კაცმა გაეთხელ თამაზ გვაჯანტირაძემ თქვა და ძალიან მომეწონა და სრულიად ვისიარებ ამ შეფასებას რომ ილია მეორე ილიაო და იმ დროში ურთულეს დროში რომელშიც სწორედ მას მოუწია ყოფა მე ერთხელ ჩავწერე ველის ციხეში ძალიან ასაკოვანი მამაო რომელიც უწმინდესზე უფროსი იყო გაცილები და ჩვენო მცხეთაშიო რომ მოვიდა პატრიარქიო წერაო გვასწავლაო გაფხვიერებულ მიწაზეო ესე დევს სხვათაშორის ეს ინტერვიუ YouTube-ზე ანუ აი ესეთი ეკლესია ჩაიბარა ლოცვანი არ არსებობდა ანუ ხელნაწერებს ავრცელებდნენ და მიწაზე გაფხვიერებულ მიწაზე გვასწავლიდა წერა კითხვასო აი ასეთი ეკლესია ჩაიბარა და აი ასეთი რამე გააკეთა და ურთულეს დროში აი ამ რაღაცა ბოროტების თუ არ ვიცი დაუნდობლობის თუ გაუტანობის ყოფაში რომ მან შეძლო რომ აი ეს გაერთიანება გააკეთა ეს მგონია რომ ადამიანს ეს არ შეუძლია კაცს რაღაცა სხვა თვალით და სხვა სიკეთით არის ნიკოლოზ აი ინტერვიუ ახსენეთ და თუ გაიხსენებ აი პროცესს თქვა ჩაწერის დათანხმების პრინციპში სანამ უწმინდეს შეეძლო ყოველთვის ესე იგი ყოველთვის უყვარდა
ტელევიზიასთან თანამშრომლობაც, ურთიერთობა მედიასთან და არაერთი ინტერვიუ არის სხვათა შორის და დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენს არხზე გადიოდა ეს ინტერვიუები და იმდენი სიბრძნე მოდიოდა, ალბათ თითოეულ სიტყვას პატრიარქისას კიდევ და კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ, აი მომავალში კიდევ სხვანაირად ვუსმენთ. 9 აპრილის თემა ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვისაც, ჩვენთვისაც და პატრიარქისთვისაც. და აქ რა ქვეტექსტებია, ალბათ თქვენს და ჩვენი მაყურებელიც ხვდება და იქ სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციები და შეფასებები. აი მე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ თუ მოიცლის გულდასმით მოусმინონ ამ ინტერვიუს, იქ ისე ზუსტად ყვება. და ჩვენ კიდე ბევრი რამე რაღაცა მოუფრთხილდით პატრიარქს და რაღაცები არ გაუშვით, თუმცა კი მაქვს ეს ყველაფერი შენახული ვინჩესტერზე. დიდი ინტერვიუ იყო, საკმაოდ დიდი ინტერვიუ და ამიტომ აი როგორ ზუსტად ყვება და როგორი ხედვის წერტილი აქვს, რომ ის რა მორალური კოდექსით და რა რაღაცა საერთო დიდი მასშტაბის ხედვით ხელმძღვანელობდა მის ყველა სიტყვის თქმაში და ყველა ქმედებაში, რაც იმ დღეს იქ მოხდა, იმ ძალიან ტრაგიკულ, ძალიან სევდიან დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამიტომ მე მიხარია, რომ ეს ამის შესაძლებლობაც მქონდა, რომ რაღაცას მასთან აი ეს ინტერვიუ ჩაგვეწერა, რომელმაც კიდევ უფრო სხვანაირად გადააფასა იმ მოვლენების აღქმა, რომელიც იმ დროს 30 წლის წინ მოხდა, 30 წლის თავზე ჩავწერეთ ჩვენ ეს ინტერვიუ. დიდი მადლობა ნიკოლოზ, მადლობა, რომ ამ რთულ დროს გამონახეთ, რომ და ჩვენთან მოხვედი. ნიკოლოზ წულუკიძე თეატროსნე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.